იურიდიული კომიტეტის წევრებმა კი მედია გამჭვირვალობის საკითხი ამჯერად მარეგულირებელი კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს. საუბარი ძირითადად მაუწყებელთა მფლობელებისა და ფინანსურ გამჭვირვალობას შეეხო. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ფინანსური გამჭვირვალობა კანონით არ დარეგულირდებოდა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი კიდევ გაგრძელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება. აისახება თუ არა და კონკრეტულად რა ფორმით შევა ეს ცვლილება კანონში. დღევანდელი შეხვედრა დაეთმო კონკრეტულად კანონ პროექტის იმ ვარიანტს, რომელიც განიხილება, ჩვენ განვიხილეთ ერთის მხრივ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ასევე შევეხეთ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებსაც. ჩვენ ამ ეტაპზე განვიხილეთ ის კანონ პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი არის, ხოლო რა ცვლილებებიც შეიძლება განხორციელდეს, ეს ცნობილი გახდება ბუნებრივია მეორე საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. ვიმსჯელეთ არა მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობის საკითხზე, აგრეთვე დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. შევთანხმდით, რომ აღნიშნულ თაობაზე გავაგრძელებთ ჩვენ ერთობლივ მუშაობას, გავაგრძელებთ კოორდინირებულად წინადადებათა მომზადებას.